ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. დღეს განსაკუთრებული გადაცემა გვაქვს. გადაცემა ეკლესიაში წერება, როგორც ხედავთ, ეს არის ნაწილი ციკლისა გადაცემიდან პატრიარქზე და ჩემი სტუმარია მამა ელისე. პატრიარქის პირველი სტიქაროსანი და იპოდიაკონი. და ამ გადაცემას ჩვენ ორ ადამიანთან ერთად ესწრება ბატონი სერგო ვარდოსანიძე მამა ელისეს თხოვნით, რომ რამე არ შეგშლოდათ, არ იღები ასე შემდეგ. მინდან ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებთ. ბატონი სერგო გადააზრდოს იმას, რომ რამე არ შეგვეშალოს. მოგესალმებით მამა ელისე, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დამთავრდით ამ შესანიშნავ ადგილას საუბარზე. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, ყველას მიულოცავ ქრისტეს წინვალი აღდგომას. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. ასევე ყველას მივსამძიმრებ ჩვენი უდიდესი პატრიარქის გარდაცვალებას. ღმერთმა ნათელში ვიმყოფოს მისი სული და ღმერთმა იქიდან ილოცოს ჩვენი ქვეყნისთვის. ამენ. შორიდან დავიწყებ თქვენთან საუბარს. მე ბატონმა სერგომ დაუსწრებლად გამაცნო თქვენი თავი. და მითხრა თქვენ ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდა იყავით, რომელიც პირველივე დღეებიდან იყო პატრიარქის გვერდზე. ეხმარებოდა მას ყოველდღიურ საეკლესიო რიტუალების აღსრულებაში. არ მინდა რამე შემეშალოს, თუ რამე შემეშლება ამ გაგებით ბოდის გიხდით და გთხოვთ შემისწოროთ. მე კითხვას დავიწყამ ასე. აი ის პერიოდი რო გაიხსენოთ, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ზოგადად როგორ იწყება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გვერდზე ახალგაზრდა ადამიანების მომრავლება საეკლესიო რიტუალებში ჩართვის მიზნით. კი ბატონო. დავიწყებ იქიდან, რომ ღვთისწყალობით მორწმუნე ოჯახიდან გახლავართ და ჯერ კიდე უწმინდესი ეფრემ მეორის დროს მახსოვს მისი წირვები, დავით მეხუთეს დროს მახსოვს მისი წირვები, მშობლებთან ერთად დავდიოდით ჩვენ წირვა-ლოცვებზე და ძალიან მცირედი მრევლი ძალიან გახარებული იყო მაშინ, როდესაც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი ჩამოდიოდა ხოლმე თავის ეპარქიიდან და რომელიმე დღესასწაულზე ესწრებოდა წირვა-ლოცვას. ეს თქვენი ოჯახი, როგორც მივხვდით, ჯერ 60-იან წლებში მორწმუნე ოჯახია. კი, მე ბებია ბაბუაც ორივე მხრიდან მორწმუნეები, მაზიერებლები მყავდა და ასევე დედაჩემ, მამაჩემიც მაზიერებლები და 6 დედმამიშვილი ვართ, ყველა მაზიერებლები ჩვენ ოჯახებთან ერთად, ასე რომ ეკლესიური ოჯახი იყო. 60-იანი წლებიდან მაზიერებლები იყავით? კი ბატონო, კი ბატონო. შეგიძლიათ მომიყვეთ, აი როგორ ხდებოდა ზიარება იმ პერიოდში და აი თვითონ ეს საბჭოთა პერიოდია. საბჭოთა პერიოდში ბევრი რამე აკრძალულია და ეს როგორ ხდება ტექნიკურად? ხდება ისე, რომ ძალიან პატარა მრევლი იყო სიონშიც, ქაშვეთშიც, დიდუბეშიც და წირვას ასრულებდა მღვდელი, ძალიან იშვიათად პატრიარქი ვთქვათ სიონში და იქ მღვდელი გამოვიდოდა აღსარებას გვათქმევინებდა. მე მაშინ პატარა ვიყავ, აღსარებაც არ მჭირდებოდა, ეფრემის დროს ვეზიარებოდი, დავითის დროს კი ვამბობდი. მამა გაბრიელიც იყო იკურგებაძე, ოღონდ მას არ ქონდა იმის უფლება, რომ მღვდელმსახურება ჩაეტარებინა. ხო, ის ძალიან ხშირად გსტუმრობდა ჩვენ სახლში ვაკეში და მამა გაბრიელი. ხო და აღსარებას მთელი ოჯახი ვამბობდით. ხან რომ მღვდელთან დავდიოდით პეტრე პავლეს ტაძარშიც გიორგი ტერზიევი იყო, ქაშვეთშიც მამა სოკრატე იყო და რა ვიცი, სადაც გვიხდებოდა როგორც ასეთი აღსარება, ზიარებას ვღებულობდით ყველა. ხო, და მარხულობდით როგორც წესი და ასე ვთქვათ, მე შეგნებულად არ შევედი სკოლაშივე კომკავშირში
და მე უთხარი რომ მე ვარ მორწმუნე ოჯახიდან მეთქი და მე კატეგორიულად უარს ვამბობ კომკავშირის შესვლაზე მეთქი. თავიდან რაღაცნაირად კვილი სიტყვით უნდათ რომ მე მაინც შევსულიყავი, მაგრამ მე როდესაც დავდექი მკაცრად და რაღაც, მე ამით გადამთავრდა და მე როგორც წესი ხშირად დავდიოდი წირვა ლოცვებზე. ანუ გიცნობდნენ ეკლესიაში და დიახ. ეკლესიაში მოსიარულე მრევლიდან ხდება შერჩევა. მანამდე არსებობს ესეთი ადამიანები ამ ეკლესიაში, სანამ თქვენ ხდებით სტიხაროსანი. ესე იგი როგორ იყო იცით, როდესაც მისი უწმინდესობის ინტრონიზაცია მოხდა, იქ რაღაც სასწაულებრივად მოხდა ისე, რომ ხალხი შეცვივდა, ვისაც საშვები არ ქონდა, იმას არ უშვებდნენ სვეტი ცხოველში. მაგრამ მე ხალხმა იხულა და შევიდა, არც მე მქონდა საშვი, მაგრამ მეც შევყევი ამ ხალხს და უშუალოდ მომსწრე ვარ იქ ინტრონიზაციას დავსწრები ვარ და იმის შემდგომ ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქის სახურება ერთი არ გამიცდენია და პატრიარქი იყო ძალიან ესეთი ყურადღებიანი ყველას მიმართ და თავიდანვე ნახა რომ მე ვესწრებოდი და ერთხელაც საკუთარ ძმას ბატონ ვიქტორს აცხონოს ღმერთმა ამჟამად ბერი გიორგი რაც გარდაცვლილი აცხონოს ღმერთმა დაუძახა რომ უთხრა რომ აი ეს ჟღალი მაშინ ესეთი ჟღალი ფერის თმა მქონდა და აი ეს ახალგაზრდა შემომიყვანეო საკურთხეველშიო ეს იყო იანვრის დასაწყისი 78 წლის იანვრის დასაწყისი ახლა ზუსტად თარიღი ზუსტად არ მახსოვს რომელი რიცხვი იყო და შევედი და დამლოცა მის მოუწინდესობა და რომ გამომკითხა ეს ანუ ვიზუალურად მიცნობდა მეც და ანუ ხშირად არ ჩამოდიოდა მაგრამ როცა ჩამოდიოდა მიცნობდა იმ ვიზუალურად მიცნობდა და როცა მითხრა რომ აი გინდა რომ შენ სტიხარი ჩაიცვა და მაშინ მე ვთხარი როგორც მაკურთხებ თქვენ უწვის როგორ არ მინდა რომ სტიხარი მეცვას ხო და მაშინ მითხრა რომ აი ორშაბათსო უკეო საღამოთიო ამადა ამ დროსო 7 საათზეო მე ჩამოვალო და ჩემთან ერთად იყვნენ კიდე 2-3 შეიძლება 4 ადამიანი, რომლებსაც გვასწავლა როგორ დავხვედროდით მის უწმინდესობას. და როცა მობძანდა საღამოთი მისი უწმინდესობა, შიგნიდან დაიკეტა ეს კარები, რომ არავინ შემოსულიყო და ესე იგი დაიწყო თვითონ უწმინდესმა უშუალოდ ჩვენი სწავლება. გითხრა რომ აი ეს არის მანტია პატრიარქი რო შემოდის თქვენ მანტია აი ესე უნდა გედოთ ხელზე თან თავიდან რომ გადავიდეთ არა ესე არა აი თავი აწეული ესე ლამაზ ყველაფერს ყურადღებას აქცევდა სიარულსაც გვეუბნებოდა სწრაფი ნაბიჯი არ უხდება ეკლე ნელა დინჯად აი ესე გაიარეთ მე მანტია რო გიჭიროთ აი ესე მანტია ისე უნდა მომახუროთ მე და გადმომატაროთ თავზე არ უნდა შემახოთ არ იჩქაროთ არც ნელა აი ყველაფერს გვასწავლიდა მე კვერთხი როგორ უნდა მიგვეწოდებინა რომ ხელზე უნდა ვთხევოდით მე მანტიას მე მეჭირა ხოლმე და როგორ არც ძალიან წინ უნდა მივსულიყავით არ ძალიან უკან ფეხსი არ მოსდებოდა და არ შებორძიკებულიყო აი ესე უნდა ჩემი თვალის ბზერა მხოლოდ პატრიარქისკენ უნდა ყოფილიყო არ უნდა გამიხედა რომ ამ დროს არ გაჩერებულიყო პატრიარქი და არ დავჯახებულიყო ანუ ერთგვარი დიდი პასუხისგებლობა თავიდანვე მისი სწავლება იყო თავში გვიდევდა დიდ პასუხისგებლობას და ეს მის მიმართ კი არა ეს პასუხისგებლობა პირველ რიგში უფლისადმი ეს წესები მანამდე არ არსებობდა ქართულ ეკლესიაში. თქვენ ასეთი ცოდნა არ დაგხვედრიათ? აი მე გეტყვით ხო რომ როგორც ასეთი ქართველი პოდიაკონები მე არ მახსოვს პატრიარქამდე. იყვნენ რუსები, რომლებიც ალექსანდრე ნეველიდან მოდიოდნენ, ზოგჯერ დაგვიანებითაც, ზოგჯერ ერთი არ მოვიდოდა, მე ერთი მოსავდა თუ ანუ ისე ძალიან ხარვეზულად მიდიოდა ეს ხლა მე არ მინდა მიცვალებულები იქნებიან ღმერთმა გაანათლოთ არ მინდა განკუთხვეს ჩავარდი მაგრამ აი ის ესეთი მსახურება როგორც მისმა უწმინდესობამ დააწესა აი ესე ტარჟესტვინა როგორ არის ქართულად აი ძალიან დიდებულად რომ
პატრიარქი რომ მოდის წინ სანთელი მიუძღვის, ჯვარი, და ეს დიკირტრიკერი, რიპიდები და აი ეს პატრიარქი მოდის და ეს როგორც ასეთი წესი ყოფილა, მაგრამ ამას ნაკლებად იყენებდნენ მისი უწმინდესობა ეფრემ მეორე, მისი უწმინდესობა დავით მეხუთე, ღმერთმა მათი ლოცვა ჩვენს ქვეყანას მოავლინოს. უბრალოდ აი ახალი ეპოქა რო იწყებოდა, პატრიარქს საოცარი ინტუიცია ჰქონდა, საოცარი ინტუიცია და აი მისი ინტუიციით ამ ახალ ეპოქას სჭირდებოდა ახალი მღვდელმოქმედებები. ანუ ამ შემთხვევაში მე რაც მე ვარ, იპოდიაკვნების სწორი მოქმედებები. და თვითონ რო გასწავლიდათ აი საიდან არის ესო? თვითონ წყაროდ რას მიუთითებდა? მე საიდან ვიცი რომ ასე არის? თვითონ მოსკოვში სემინარია ქონდა დამთავრებული, აკადემია ქონდა დამთავრებული და ეს ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა და ზეპირად იცოდა საოცრად განათლებული სტუდენტი იყო, დატოვებაც უნდათ მისი აკადემიაში, მაგრამ მან არინდომა ინდომა ჩვენთან ქვეყანაში დაბრუნება რომ საქართველოს გამოსდგომოდა და ძალიან დიდ პატივზე უარი თქვა მისმა უწმინდესობამ სტუდენტობაში. რა ევალება იმ პერიოდის სტიქაროსანს, აი პატრიარქის ამ რაღაცის გარდა, უცბად ტექნიკური რაღაც მომსახურების გარდა, რა არის კიდე ან რისი შესაძლებლობა აქვს, ან რა ტიპის საუბრებს ან შეგონებებს ესწრება პატრიარქი? კი ბატონო, ძალიან კაი კითხვა. ეს ცოტა პასუხი ცოტა გრძელი იქნება. ძალიან სიამოვნებით. მისმა უწმინდესობამ როგორღაც უფროსად დამაყენა, აი ამ იპოდიაკვნებ არ ვიცი რატომ ჩემზე უფროსებიც იყვნენ, და რატომღაც მე ამომირჩია და მითხრა რომ აი შენ გევალება აი ამის ყველაფრის ყურადღების მიქცევა. შენ ადრე უნდა მოხვიდე, უნდა ჩამოიტანო საპატრიარქოდან მიტრა, კვერთხი. ეს მიტრა და კვერთხი უშუალოდ როდესაც პატრიარქს უნდა ჩაეტარებინა ან საღამოს ლოცვა ან დილით წირვა, აუცილებელი ატრიბუტები იყვნენ წირვალოცვის ჩატარების დროს. და ეს ისეთ ადამიანს არ შეიძლებოდა რა ქონოდა და ზოგჯერ ეს მიტრა, როცა დღესასწაული იყო, ისტორიული მიტრა ჩამოქონდა ხოლმე და ამიტომ ძალიან ესე ნიშნულოვნად დამავალა მე. რომ ჩამოვიტანდი ხოლმე დილით ხო და მე ვიწყებდი უკვე არწივების დალაგებას, ვიწყებდით აი მისი უწმინდესობის შესამოსელით ჩამოქონდა დედებზე გაუთოებული უნდა დაეხვედრებინათ ჩვენთვის. ჩვენ რო ჩამოვიტანდით, ასევე უნდა დაგველაგებინა, პატრიარქმა თვითონ გვასწავლა როგორ დავალაგოთ მისი შესამოსელი. ისე აი ამ ლანგარზე, რომ როდესაც შუა ტაძარში მისი უწმინდესობა კათედრაზე იდგებოდა, მასთან სტიხაროსანი გამოიტანდა შესამოსელს ლანგარით და ორი სტიხაროსანი აქეთიკიდან ჩვენ შევმოსავდით მას. ჯერ მოუხსნიდით მანტიას, უწმინდესობა მოიხსნიდა თავის კუნკულას, ანაფორას და მერე ვიწყებდით მის შემოსვას. და ეს მისი შემოსვა ერთგვარი რიტუალი იყო, ძალიან ლამაზი მსახურება იყო, ძალიან და თან რაზე გვამახვილებინებდა იცით ყურადღებას, რომ მოქმედება უნდა ყოფილიყო თანაბარი, მარჯვნიდან მარცხნიდან. თანაბრად უნდა გადაგვეცვა მისთვის კაბა, თანაბრად მე ღილი უნდა შემეკრა მისთვის, ქვემოდან ღილები, ანუ უნდა ყოფილიყო ლამაზი მსახურება, პატრიარქის შემოსვა. აი ვიც ძველი ისა აი ბატონ სერგოს მაგალითად ახსოვს ეს ყველაფერი და აი ძალიან ლამაზად კეთდებოდა ეს ყველაფერი. ხო, მერე როდესაც შემოსვა დამთავრდებოდა, პროტოპრესვიტერს გამოქონდა მიტრა თავის ჯვრით და ანაღიებით. ჯვარს მივაწოდებდით, დაიკიდებდა მის უწნოს მერე პანაღიებს, მერე მოკიდავდა თვითონ ხელს ამ მიტრას, თვითონ დაიხურებდა ესე და მერე ორი იპოდიაკონი მოგვაწოდებდა ჩვენ უკვე დიკირტრეგერს ორხერ სამხერ სანთლები იყო, ორიანი და სამიანი,
ორიანი ქრისტეს ორი ბუნების ნიშნულობით და სამიანი ყოვლადწმის სამების მნიშვნელობით, აი ამ სანთლებით პატრიარქი უკვე გალობასთან ერთად გადასახავდა 4 მხრივ თელს ეკლესიას და აღმოსავლეთ დასავლეთ ჩრდილოეთ სამხრეთით და ამას აკეთებდა როგორც აი გალობაში ჯდებოდა ისეთ აი რაღაც სინქრონულად მიდიოდა ყველაფერი რაღაც ულამაზესად მიდიოდა ეს ყველაფერი მე გამოვართმევით ხელზე ვეამბორებოდით მივდიოდით თავს დაუკრავდით ერთნაირად არ ზედმეტად ძალიან ღრმად თანაბრად გესმით ხო ამას ყველაფერს უწმინდესი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და შევიდოდით საკურთხეველში ასე რომ ეს რაც შეეხება მის უწმინდესობის მსახურებას დასაწყისში. შემდგომ ამისა გამოქონდა წიგნი კონდაკი ქვია სამღვდელმთავრო კონდაკი რომელშიც ეწერა თუ რომელ დროს რა ლოცვა უნდა იქნეს წაკითხვილი და მე ეს უკვე ზეპირად ვიცოდი რა დროს ჭირდებოდა პატრიარქს აი ეს წიგნი და ვაწვდიდი და უწმინდესი ერთს გადმოიხედა წაიკითხავდა რომ გაიხედავ და ვიცოდი რომ უკვე დამეკეტა ეს ანუ მისი ერთი გამოხედვა ჩვენთვის საკმარისი იყო რომ ჩვენ უკვე ვიცოდით რა მოქმედება უნდა გაგვეკეთებინა ასევე ხელბანვის დროს თუმცა კი ძალიან ბევრი კურიოზები მოგდიოდა იმდენი კურიოზები მოგდიოდა ერთხელ ამასაც დაუმატეთ ხელბანვის დროს გიორგი ჭანტურია ცხონებული რომელიც მოკლეს იცით თქვენ ედეპეს ხოდა მეუფე დიმიტრი ჭაბუკას ვეძახდით და მე გავდივართ ხელსაბანი უნდა გავიტანოთ პატრიარქს ხელები უნდა დავაბანინოთ და ან გიორგი ჭანტურიაც ამ დროს სტიხაროსანი გიორგი ჭანტურია სტიხაროსანი იყო ხელში უჭირავს აი ეს თასი მივედით პატრიარქთან და მე შევხედე ჭაბუკას ანუ მეუფე დიმიტრის მეუფე ჭაბუკა მე შემოვხედა არც ერთს არ გვიჭირავს დოქი დაგვავიწყდა ანუ ხდება ხოლმე რა და არა და მარჯვენა მხრიდან უნდა და ანუ მას უნდა გამოეტანა და უცბად მიხვდა და უცბად წავიდა არც ისე გაქცევა არ შეიძლებოდა იცოდა პატრიარქი ტაძარში გაქცევა არ შეიძლება სწრაფი ნაბიჯით შევიდა და გამოიტანა რაღაც ეს იყო რაღაც 5-6 წამი გამოიტანა დოქი მაგრამ ეს 5-6 წამი ჩემთვის რომელიც მე იქ ვიყავი და ეს მეც მევალებოდა რომ მეთქვა რომ დოქი წავიღოთ და აი მე ამ 6 წამში ეს 6 წამი ჩემთვის იყო 6 საათი აი იმ უხერხულობის რომ იქ პატრიარქი ესე რომ ხელები რომ გამოიწვდინა რომ დაებანა ამ დროს დოქი არ იყო და ჩაუშვა და რომ ვიგრძენი რომ ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა და აი ეს ხელები არაუშავს კაცო არაუშავს ესე ანუ დამამშვიდა სიყვარულით აი როგორ გითხრა აი რაღაცა რომ გაგიტყდება რაღაც და ან დაგივარდება ძვირფასი რაღაც რომ გაგიტყდება და რაღაც და ღვიძლი მამა რო გეტყვის არაუშავს შვილო მაგაზე გადაიარს არი ნერვი აი ესეთი იყო კიდე ერთსაც მოგიყვებით ძველად იყო ესეთი საკმევლები ეხლა რო ეგეთი კი არა ცოტა ასანც რომ იტან და უცბად გაცხელდება და მე დაყრია საკმეველს და ნახშირი უკვე ფუნქციონებს. არა, ჩვენ ამას ვაცხელებდით. ერთი პაპა ყავდა სტიხაროსანი მოხუცი, რომელიც აკეთებდა ამ ნახშირისაგან ამ იმას და საკმაოდ დიდხანს ჭირდებოდა ამას გაცხელება და ოდნავ რომ მოეკიდებოდა მე ესე ატრიალებდა რომ ჟანგბადი მიწოდებოდა აი ამ ნახშირს კარგად გაღვივებულიყო და ესე ამ ტრიალში რაღაც და მოხდა ისე რომ საკურთხეველში ხდება გაღვივება და მოედო სკამს ეს საცეცხლური იქიდან ამოვარდა გაღვივებული ნახშირი კანკელს გადმოევლო თავზე. აი კანკელი ხო? კანკელი ყოფს საკურთხეველს და აი ხალხი რო არიან, აქ რო ხელ პატრიარქის ტახტი რო წამოვიდა ის და პირდაპირ აი წინ დავარდა და ნახშირი როგორია, იცი რომ დავარდება რა თითქოს აფეთქდებაო და აი ესე გასკდა. და რამდენიმე ქალს შეეშინდა, ძალიან მოულოდნელი იყო და იკივლა რაღაცნაირად და ახლა ვინ უნდა გავიდეს იქა და ვინ უნდა აიღოს და ახლა
გავედი, რა თქმა უნდა. და ეხლა ვფიქრობთ, რომ ალბათ როგორ გვისაყვედურებს მისი უწმინდესობა, რომ ეს რა ქენით, კაცო, წირვის დროს ნახშირი გაღვევებული გადმოვარდა ხო და არაფერი. აი ხდებოდა რომ ჩვენ ვნერვიულობდით, ჩვენ განვიცდიდით და გვპატიობდა ისე რომ აი როგორც წინა შემთხვევაში რო გითხარით, აი ესე მამაშვილურად. თუმცა კი გვერდშივნა რომ ესაყვედურა ჩვენთვის. ამ დროს უფრო დავალებული ხდები, როდესაც არ გსაყვედურობს, არ დახვდები რომ დანაშაული ხარ. მე კი არ გადმომიგდია ის, მაგრამ მე მევალ და პასუხისგებლობა მე მქონდა ამაზე რა და აი ესე ძალიან მამაშვილურად გვიდგებოდა ყველაფერზე რა მისი უწმინდესობა და გვპატიობდა და კიდევ სტიხაროსნებს ევალებოდა თუ კი ვინმე მოვიდოდა ტაძარში და რაღაცნაირად მაშინ ხალხი არ იყო მიჩვეული ტაძარში სიარულს და ზოგჯერ ვერ ზომავდა და ზოგჯერ ხმამაღლად ლაპარაკობდა ან ზოგჯერ ისეთ ადგილას იდგა სადაც არ უნდა დამდგარიყო ან რაღაცა და პატრიარქი რომ თქვათ შეატყობდა ამას შემომხედავდა ერთს და გაიხედავდა იმ სიტუაციისკენ და მე უკვე ვიცოდი რომ იქ უნდა მივსულიყავი და ძდილობიანად ბატონო თუ შეიძლება ცოტა ჩუმად წირვა მიმდინარეობს და არ მიწყენოთ მაგრამ ხელი ეშლებათ სახურების დროს და ესე თბილად ძდილობიანად ვეტყოდით ხომ რადგანაც პატრიარქის მიერ შეცდომების პატიებაზე ამდენი ვისაუბრეთ მე მინდა რომ აი გაბრაზებული პატრიარქი წარმოვიდგინო რა ხდება მაშინ როცა პატრიარქი ბრაზდება და რაზე ბრაზდება ის კი გეტყვით ის გვერდზე მყოფი ისეთი ადამიანის თვალით რომელიც მის დაუნებურად ხშირად გააბრაზებდა თუნდაც შეცდომების გამო მის უწმინდესობას ძალიან უყვარდა მოწესრიგებული წირვა-ლოცვა და ჩვენ ახალი სტიხაროსნები რო ვიყავით ბევრი ვერ ძლებდა ფეხზე 4-5 საათი და აი წრიალებდა, ლაპარაკობდა საკურთხეველში. არადა პატრიარქისთვის ეს მიუღებელი იყო, თქვათ, კაცო, სიჩუმე დაიცავით, იტყოდა ერთს. და მერე რომ ნახა რომ იქ ცხონებული ჭანტურია, იმას ელაპარაკებოდა, თან ცოტა ისეთი ხმა ქონდა გიორგის. ხო. თეოდორე ჩიხლაძე წაცხონოს ღმერთმა. მამუკა გიორგაძე ანუ ეროვნული მოძრაობიდან ბევრი ყოფილა. კი, ირაკლი ქადაგიშვილი. რა ვიცი, ძალიან ბევრი და მეუფე იოანეს, მაშინ გურამის ვეძახდით გამრეკელი. უთხრა რომ ადი ჩამოიტანე ფსალმუნებიო. ანუ რომ ვეღარ დაიმორჩილა რამდენჯერმე არ გაბრაზდა, მაგრამ უკვე ქმედებაზე გადავიდა მისი უწმინდესობა. ჩამოატანა გურამის, ანუ მეუფე იოანეს გამრეკელს და მისცა ყველას ფსალმუნები. შენ პირველ კანონს წაიკითხავ, შენ მეორე, შენ მესამე, შენ 20-ვე დააყენა და აბა იკითხეთ. დაამთავრებთ, ხელახლა დაიწყეთ, ოღონდ ჩუმად იყო. მე თუ ვინმე დამჭირდებოდა ვეტყოდი დადეციგნი ცოტა ხანი მოდი აი ეს გავიტანოთ იქ და სიჩუმე ანუ მისი გაბრაზება იყო ქმედება რომ ეს გაბრაზება ქმედებითვე ალაგებულიყო წიგნი წაგიკითხა ფსალმუნები თან ფსალმუნების ლოცვა ეს ერთ-ერთი მთავარია ლიტურგიკულ მსახურებაში ძალიან საინტერესო მეთოდია უნდა ვაღიაროთ აი ყველაფერში ისეთ გამოსავალს ნახულობდა, რომ გაოცდებოდი რა. თქვენ ვით ჩამოთვალეთ სტიხაროსნები აშკარად პოლიტიკით დაინტერესებული ხალხია. ეროვნული მოძრაობის კონტექსტით შემოდის. აი ეს როგორ აისახება ეკლესიაზე თქვენი დაკვირვებით? კი ბატონო, გეტყვით. იქ ზურაბ ჭავჭავაძეც იყო, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები. აისახებოდა ისე რომ უნდათ რომ თავიანთი აზრი ასე ვთქვათ გაევრცელებინათ მაგრამ
მისი უწმინდესობის მთავარი პრინციპი რა იყო, იცით? ეკლესიაში არ უნდა შემოსულიყო ვინმეს მიმხრობა. ეკლესია მხარე არ უნდა ყოფილიყო არავის მიმართ. ეკლესია იყო ყველა ადამიანის სულიერი მამა. ეს ედეპე იქნებოდა, ეს ზვიადი იქნებოდა, ეს ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხო? ყველას ღებულობდა და ყველას პირველ რიგში ეუბნებოდა სამშობლო, სიყვარული ურთიერთარს, ღმერთი, ლოცვა, მარხვა, ეკლესიურობა, გესმით ხო? ანუ ბუნებრივია რომ მის უწმინდესობასთან ძალიან ბევრი მიდიოდა მთავრობიდანაც, ოპოზიციადანაც, ძალიან ბევრი. მაგრამ მისი უწმინდესობის პრინციპი რა იყო, იცი? რომ შეერიგებინა ურთიერთარ სიყვარულით ეტვირთად ტვირთი სამშობლოს გადარჩენისთვის. აი ეს იყო მხარე არასდროს არ ყოფილა პატრიარქი. არასდროს არავის და თუ დაინახავდა რომ ვინმეს აშკარად ერი გადასაჩეხად მიყავს, ბუნებრივია რომ ის პირველ რიგში დადგებოდა. ასე რომ მისი უწმინდესობის მოღვაწეობით საკმაოდ ბევრჯერ გადარჩა ჩვენი ქვეყანა ურთიერთდაპირისპირებას, საკმაოდ ბევრჯერ. ჩვენ გვჯერა რომ თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენ კარში შემოვა, გენიოსია, რომელმაც უნდა იპოვოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხების დაზეპირება. და ჩვენ გვჯერა რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალიბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. მამალიце, პატრიარქის სახე ჩემთვის არის, აი მაინც იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა მე ის ტელევიზორში ნახე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ჩემთვის ის უფრო ხანში შესული ადამიანია, კაცი, რომელიც ყოველთვის უფრო ბაბუა იყო ჩემთვის ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ თქვენ მას როგორც ახალგაზრდას ისე იცნობდით. მე მაინტერესებს ახალგაზრდა პატრიარქი რითი განსხვავდება იმ პატრიარქისგან, რომელსაც ჩვენ უკვე ხანში შესვლის დროს ვიცნობთ. აი თქვენ რა ცვლილება შეგიტყვიათ, რომ ახალგაზრდობაში ასე იყო პირობითად და აი მე ეს რაღაცა შეცვალა, ეს წესი შეცვალა, ეს რაღაც დამოკიდებულება შეცვალა. სიმართლე გითხრა, მაქსიმალისტი იყო ჩვენი უწმინდესი. ახალგაზრდობაშიც და მოხუცებულობაშიც. რაც მას შეეძლო, ბოლომდე იხარჯებოდა. ბოლომდე იხარჯებოდა, მე ამას აი ხაზგასმით ვამბობ. ყველაფერში, ლოცვაში, დილით ადრე დგებოდა ლოცვით. დასაწყისში შეხვედრა ყველას შეეძლო, რომ შესულიყო მასთან. აბსოლუტურად ყველას. სტუდენტი იყო, სკოლის მოწაფე იყო, განათლებული, გაუნათლებელი, თანამდებობის, უთანამდებობო, ქართველი, არაქართველი, ქრისტიანი, არაქრისტიანი, ყველას შეეძლო მასთან მისვლა. სადღებულობდა ამ ხალხს, სადნახულობდა. ძველ საპატრიარქოში, სადაც აი სიონის გვერდით აშენებული იყო. ჩვენი გადაცემა იქ არის ჩაწერილი. ხო, ამის წინა გადაცემა. კი ბატონო, კი ბატონო. აი ღებულობდა ქვემოთ იყო ასე თქვათ ისა და აი ღებულობდა მისაღები თქვათ იქ მშვიდობაძე იყო გრიგოლი აქეთ ხარეს და იქით რაზე მოდის ამ პერიოდში გარდა უშუალოდ თხოვნებისა სოციალური თემატიკის გარდა რისთვის მოდიან ადამიანები აი რო ხვდებიან პატრიარქთან რა აქვთ ამ პერიოდში ადამიანებს სალაპარაკო ხუჩაბათობით მისმა უწინდესობამ დააწესა შეხვედრა ინტელიგენციასთან ორშაბათობით თქვათ ბავშვების დავალოცვა იყო სამშაბათობით ქადაგება იყო შაბათს ლოცვა იყო კვირას წირვა იყო და ეს 4 დღე ყველა ვარიანტში მისი უწმინდესობა მსახურებას აკეთებდა მაგრამ ხუთშაბათს კიდე დააწესა შეხვედრა ინტელიგენციასთან და ვისაც სურვილი ექნებოდა ეს პროფესორ მასწავლებლები იქნებოდნენ თქვა თუ აი ეს თავრობის წარმომადგენლები თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო
პოეტები, ხელოვანები მიდიოდნენ და ასე ვთქვათ, საუბრობდნენ. აი თქვენ კითხვას მე ესე გავცემ პასუხს, რომ ბევრი ადამიანი მიდიოდა მასთან, არა მარტო თავისი პიროვნული გასაჭირით, არამედ სულიერი ტკივილით, საშინელი სულიერი ტკივილით მოდიოდნენ ადამიანები და როდესაც პატრიარქი ხვდებოდა, რომ აი ცრემლები მოზდის უკვე ადამიანს და მზად არის, რომ უნდა თქვათ, აი ამ დროს ესე თვალით მანიშნებდა და მე გავდიოდი რა თქმა უნდა, იქ დედებიც, ვალიადოკი, დედა ალექსანდრე და ანასტასია, დედა ფეოფანია, სტეშა, გავიდოდით ხოლმე იქით და ასე ვთქვათ, მიდიოდა საუბარი. და საუბრის შემდგომ მე რომ ეს ადამიანი განათებული დაგხვდებოდა ხოლმე, აი თითქოს უზარმაზარი ტვირთი მოცილდა და პატრიარქთან შეხვედრის შემდგომ როგორი პარტიული მუშაკიც არ უნდა ყოფილიყო, როგორი თანამდებობაც არ უნდა ქონოდა, ის იწყებდა ეკლესიურ ცხოვრებას. მოდიოდა კვირა დღეს წირვალოცვას ესწრებოდა, აღსარებები, ზიარებები და მისი უწმინდესობის პერიოდში გადაიტენა არა მარტო სიონის ტაძარი, სიონის ეზოც კი. და სიონი იყო ცენტრი საქართველოს არა მარტო ეკლესიური სულიერი ცენტრი, პოლიტიკური ცენტრიც. მთელი ეს პოლიტიკური ელიტა იკრიბებოდა სიონში, ჯერ წირვას ესწრებოდა და წირვის შემდეგ საუბრები და ასე რომ სიონი მისმა უწმინდესობამ გახადა ერის სულიერი და ფიზიკური ცენტრად გადააქცია. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. თუ სწორად გავიგე, რომ შევაჯამო, რაც თქვენ ამ ნაწილში თქვით, მან მოახერხა ის, რომ სიონი ყოფილიყო პოლიტიკური დისკუსიების ადგილიც იმ ხალხს შორის, რომელიც შიქშიონია, სიონია. გარემონდებადი ტერიტორია. დიახ. კი ბატონო, გეთანხმებით, ზუსტად ესე იყო. და მე მახსოვს, რომ პატრიარქი თანაბრად ლოცავდა ყველას, თანაბრად ასე თქვათ, ღებულობდა ყველას, ვინც არ უნდა ყოფილიყო ისინი და არ ანსხვავებდა. ეხლა ზვიადი და მერაბი ხო რაღაც მაინც უფრო ავტორიტეტები იყვნენ, ხო მათაც ჩვეულებრივად და აი გიორგი თქვათ ჭანტურია იყო თუ მამუკა გიორგაძე ანუ ისე დააყენა საქმე რომ ერი საკეთილდღეოდ ყველას ამსახურებდა. აი ამსახურებდა მინდა სწორად ერი საკეთილ აი მამუკა გიორგაძე არის ორი მოწვევის დეპუტატი. და აი რთულ პერიოდებში, დაპირისპირებულ პერიოდებში მოდიოდა და უშუალოდ პატრიარქთან საუბრობდა და იხილავდნენ იმ სიტუაციას, რა სიტუაციაც იყო პარლამენტში და მერე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, პატრიარქის დანაბარებით მიდიოდა უკვე პარლამენტში და მას მიქონდა ასე ვთქვათ პატრიარქის სწორი პოზიცია, თუ რა პოზიცია უნდა დაეჭირათ ხალხს. აი ეს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო მამუკა გიორგაძე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ეხლაც მეგობრობთ და ძალიან ასე ვთქვათ მხარში ედგა მის უწმინდესობას აი ამ რთულ პერიოდში და არა მარტო ბევრი ყველა სხვადასხვა სიტუაციებში უწმინდეს ყავდა ის ადამიანები რომლებიც თქვათ მიდიოდნენ მასთან და თქვენ უწმინდა აი ეს როგორ მოვიქცე აი ეს როგორ გავაკეთო და უწმინდესის რჩევები იყო აი შეიძლება ითქვას შეუმცდარი და ეს დაპირისპირებული მხარეები რომლებიც ხშირად ერთ გარემოში ხვდებოდნენ. იქ საკუთარ დაპირისპირებას ივიწყებდნენ თუ ყოფილა უხერხული მომენტებიც, სადაც პატრიარქი ჩარევა საჭირო იყო. აი ძალიან კაი ეს სიტყვა, ხლა მე ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ როგორც კი პატარა ჩოჩქოლი იყო გარეთ, იმ წუთში პატრიარქი შემოგხედავდა, იმ წუთში გავდიოდით და იმ წუთში ვეუბნებოდით, რომ ბუდიშკი ხდით, წირვა მიდის აქ
სიყვარულისთვის მოვდივართ, უფლის დიდებისთვის, ეს არ არის ის ადგილი, სადაც თქვათ დაპირისპირება იყოს, ეს არის ის ადგილი, სადაც ერთსულოვნება უნდა სუფევდეს და სხვათა შორის დიდი მოწიწებით ღებულობდნენ ამას და ერთხელ რომ შენიშვნას მისცენ, აღარ ჭირდებოდა მას მეორედ შენიშვნის მიცემა უკვე. ასე რომ ეს დაპირისპირება სიონში და მის ეზოში თითქმის არ იყო. კი, თავიანთი აზრები ჰქონდათ ახლა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე რომ აი და ერთმანეთს ესალმებოდნენ ყველა ჩვეულებრივად. ეს სიონი ყველას დედა იყო და ყველას ღებულობდა, თავის კალთის ქვეშ ყველას ღებულობდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ეს პარტიული მუშაკი იქნებოდა თუ ოპოზიციონერი თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო. ქრისტიანი, არაქრისტიანი, დიდარი, ღარიბი, ყველას. და აი ეს მისმა უწმინდესობამ, აი შეიძლება ითქვას დააწესა. ჩვენი საუბრის შემდეგი ნაწილი მინდა შეეხოს პატრიარქის მიერ სასულიერო პირად კურთხევის წესს, პროცედურას და იმ გარემოებებს და კრიტერიუმებს, რითაც ხდება სასულიერო პირების შერჩევა. თქვენ ამ თვალსაზრისით გქონდათ ბედნიერება, რომ პატრიარქისგან მიგიღოთ ეს გამოცდილება. ბატონო იაგო, აი საოცრება ხდება. საოცრება. დაახლოებით 70 შეიძლება ითქვა 70 ტაძარი, მეტი არა. აი მაქსიმუმ საქართველოს მოქმედს გეუნე, მოქმედ. და სადღაც 50 მღვდელმსახური, მაქსიმუმი ვთქვი ახლა რა, შეიძლება უფრო ნაკლები. არადა ხალხი ისე მოაწყდა ტაძარს უკვე, რომ აუცილებელი იყო რაც შეიძლება მეტი სასულიერო პირებები და რაც შეიძლება მეტი მღვდელმთავრები ყოფილიყვნენ. სულ რაღაც 6-7 მღვდელმთავარი იყო და ასე ვთქვათ, ისინიც ნახევარი მოხუცები და რომ მოდიოდნენ ძლივს 90 წლის, აი აცხონოთ ღმერთმა ძალიან ისა და არადა ეკლესია იღვიძებს და ამ დროს საჭიროა ახალი კადრები და მისმა უწმინდესობამ ყოველ შაბათ კვირას, ანუ კვირა დღეს, საერთოდ კანონიკით არ შეიძლება 2 მღვდლის კურთხევა ერთ წირვალზე, ან 2 დიაკონის კურთხევა. შეიძლება 1 დიაკონის და 1 მღვდლის კურთხევა კანონიკით დაშვებულია. ამ შანსს მისი უწმინდესობა არ უშვებდა ხელიდან. არა მარტო ყოველ კვირას ხდებოდა კურთხევები, დღესასწაულზეც კი, თქვა დღესასწაული მოუწევდა ხუთშაბათს ან სამშაბათს, მაშინაც კი ხდებოდა კურთხევები, რატომ? იმიტომ რომ ხალხს უკვე საჭიროებოდა მღვდელთან ურთიერთობა. ეხლა თქვენ რო ბრძანებთ, რომ რამდენად მომზადებული იყო სასულიერო პირობისთვის ესა თუ ის პიროვნება, ალალად გეტყვით, რომ არ იყვნენ მომზადებულები იმ დონეზე, რაც მაგალითად ეხლა ჩვენ სემინარი აკადემიის დონე და რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იყო, როგორ გითხრათ, აუცილებელი წინაპირობა და პატრიარქი ახალ ნაკურთხებს კი არ უშვებდა ესე, არა, ჯერ თავისთან ყავდა წირვალოცვებზე. მისი წირვალოცვის დასწრებაც კი საკურთხეველში ეს იყო დიდი გაკვეთილი. ამის შემდგომ მისი ქადაგებები და ამის შემდგომ ახალ ნაკურთხებთან სულ ქონდა დიალოგები მის უწმინდესობას. სულ ეუბნებოდა როგორი მოწიწებით გვმართებს ჩვენ აი ამ სახურების შესრულება. და ერთი სიტყვით არა მარტო მღვდელმსახურები, მღვდელმთავრებიც კი ძალიან ხშირად ხდებოდა უკვე კურთხევები. იმდენად ხშირად, რომ მინისტრთა საბჭოთან არსებული რელიგიის რწმუნებული საყვედურობდა კიდევაც ტონოფრიშვილი იყო ერთი და მე თუ კარგად მაისურაძე ხო გივიდა ისინიც რომ აღარ გვინდა ამდენი ისინიც თავის თავს ვერ აკონტროლებდნენ ეს ყველაფერი მოსკოვიდან მოდიოდა და მოსკოვი ხედავდა რომ ეს არ შეიძლებოდა ესე და არადა პატრიარქი შეუვალი იყო
შეუვალი იყო და სადამდენად შეეძლო, ბოლომდე თავისი გაქონდა. ბოლომდე დედა ეკლესიის საკეთილდღეოდ. და შემდგომ უკვე გარბაჩოვის დროს უკვე აღარ იყო ესეთი სიმკაცრე, გარბაჩოვის დროს შესუსტდა ესეთი ზეწოლა მოსკოვიდან და მოსკოვს აღარც ეკითხებოდა მისი უწმინდესობა, საჭირო იყო მხოლოდ 20 ადამიანის ხელმოწერა და ყველა სოფელში გაიხსნებოდა ტაძრები და ამ ტაძარს მიუჩენდა უკვე თავის მომზადებულ მღვდელს და ამ მღვდელს ჩააბარებდა მის ნაკურთხ ეპისკოპოსს და მადლობა ღმერთს დღეს 39 ეპარქია. ამ სახელმწიფო რწმუნებული ახსენეთ თქვენ და იმათთან რა ტიპის თქვენს ხელში რა ტიპის ურთიერთობას გაუვლია ესე რომ თქვა ან რა დამოკიდებულება ქონდა ძალიან ყოველთვის ცდილობდა რომ მეგობრული ურთიერთობა ქონოდათ თავიდან ისინი ცოტა ისეთი დისტანციას იჭერდნენ რაღაცნაირად ესე მოდიოდნენ მის უწმინდესობასთან რაღაც მაგრამ როდესაც მისი უწმინდესობის სულიერ მადლს ხედავდნენ. მე მინდა მასზე ცოტა ვილაპარაკო მის სულიერებაზე. ჩვენ ყავდა პატრიარქი, რომელიც შეიძლება იყო განბრძნობილი სულიწმინდის მადლით. ეს რას ნიშნავს იცით? აი მე რომ მივსულვარ და რაღაცა რომ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, რაღაც ვაკელი რაღაც და შეიძლება რაღაც დამიშავებიათ. აი ესე შემოუხედია ჩემთვის. რეზო და იმ წუთში უთქვამს ეს რა გააკეთე. აი საოცრებაა, მაგრამ ვერაფერს ვერ დაუმალავდი მას. სკოლის მოწაფე ვიყავ. და მისი სულიერება რა შემდგომარეობდა ის ჯალათი კი არ იყო, კი არ საყვედურო და მამაშვილი სიყვარულით გეუბნებოდა. სიყვარულით. მოცა ეწყოდი რომ აი თქვენ უწმინდესობა, აი ჩხუბი მომივიდა და აი ესე იყო და ესე იყო, დამარტყა მეც დავარტყი და აი კაცო მე ქრისტერას გეუბნება. და ძალიან პატარა მონაკვეთებს მეუბნებოდა რომ ყველა ჩვენი ჯვარი და ტვირთი გვაქვს და ქრისტე გვეუბნება. აიღეთ უღელი ჩემი თქვენს და ისწავეთ შემგან. რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალგულით, ანუ თავდაბალი ვარ და მშვიდი ვარ. და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენ. რამე თუ უღელი ჩემი ტკბილას და ტვირთი ჩემი სულუკარს. ამით გვეუბნებოდა რომ ტვირთისა და ჯვრის გარეშე არავინ არა ვართ, მაგრამ თუ ჩვენ თავდაბლობა და სიმშვიდე გვექნება ძალიან ადვილად აი ამ კონფლიქტებს აარიდებ თავს. გესმით ხო? ანუ ისე მამაშვილურად დაგვარიგებდა, აი კლასიკურად, ძალიან მოკლედ, აი ჩაგვიდებდა სულში, გულში, გონებ ტვინში ჩაგვიდებდა იმას, რომ ნამდვილად მე ის შეცდომა აღარ მოგდიოდა. და რატო ვამბობ, რომ სულ გამბრძნობილი იყო, რომ ჭრეტდა ადამიანს და ეს თანამდებობის პირი რომ მოდიოდა ცოტა დიდებულად და პატრიარქი რომ შეხედავდა იცოდა მისი უკვე დადებით თუ არ ყოფით იცოდა მისი შინაგანი მდგომარეობა და ისეთ რაღაცას ეტყოდა რომ შეიძლება ტირილი დაეწყვა მათ ადამიანს ისე იმოქმედებდა მის სულზე მთელი ცხოვრება რომ მის გულს არაფერი არ შეხებია სულიერი ერთ სიტყვას ისეც ეტყოდა უწმინდესი რომ მე გამოხედავდა ჩვენ გავიდოდით და მარტო დარჩებოდა და მე ეს ადამიანი უკვე კაცო მოიტანეთ დავილოცოთ და თითოჭიქას დადებდა რა ანუ როგორი ურთიერთობა შეეძლო იცი რომ აი აშკარად მტერი რომ მოსულიყო ტკბილი სიტყვით მოყრად გაისტუმრებდა მას ამის უდიდესი ნიჭი ჰქონდა მის უწმინდესობას აი ბატონი სერგო დამეთანხმება ნამდვილად ამაში თქვენ მითხარით რომ აი როგორ ითხოვდა ის სტიქაროსნისგან რაღაცის შესრულებას რაღაცა დაშვებული იყო რაღაცა დაუშვებელი იყო და აი სასულიერო პირისთვის თქვენი აზრით მისთვის რა იყო დაუშვებელი რა იყო ის
რომელიც სასულიერო პირს არ ეპატიებოდა. ანუ რა სტანდარტი იყო ის განსხვავებული პირობითად, რომელიც შეიძლებოდა სტიქაროსნობის დროს არ დაგეცვა, მაგრამ აი როგორც სასულიერო პირს უკვე გევალებოდა. აი რას ნიშნავდა მისთვის თვითონ სასულიერო პირად? ესე ზუსტად მე ეხლა სიმართლე რო გითხრა, ესე ზუსტად მე ვერ გავიხსენებ აი რა განსხვავებით ესაუბრებოდა და სასულიერო პირებს და რა განსხვავებით საეროებს, ანუ სტიხაროსნებს. უბრალოდ მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს და თქვენ თვითონ მიხვდებით. ძალიან ხშირად მისი უწმინდესობა სტიხაროსნებს და დიაკვნებს და მამებს დაგვიბარებდა იქ თავის ზემოთ რეზიდენციაში, ძველ საპატრიარქოში და გვესაუბრებოდა იმაზე, რომ აი ყველას უნდა ყოლოდა ჩვენი ლაზარე. თავიდან გაგვიკვირდა რა არის, ვინ უნდა ლაზარე, ხო და აი ლაზარე არის ის ადამიანი, რომელიც ითხოვს ეს იგავიროა მდიდარი და ლაზარის შესახებ. ის არის ლაზარე, რომელიც შენგან ითხოვს დახმარება. ზოგი ავანტყოფია წამალს ითხოვს, ზოგი სულიერად გზააბნეულია და სულიერ სწავლებას ითხოვს, ზოგი მშიერია და ითხოვს შენგან რომ საჭმელი მიუტანო ყოველ დღე, ზოგი შიშველია, ზოგი გესმით ხო? ანუ და ყველას გაგვიჩინა თითო-თითოან ორ-ორი ლაზარე. კი არა და მე დილით რო გამოვდიოდი დედაჩემს მქონდა ხოლმე ბანკებით, ეს ქილებით საჭმელი, რომ ჯერ იმ ლაზარეებთან მივიდოდი საჭმელს დაუტოვებდი მათ. გესმით ხო? ანუ არა მარტო მე, სხვა იპოდიაკვნებიც, დიაკვნებიც, მღვდლებიც, ანუ აჩვევდა მოწყალების გაკეთებას. და ეს იმდენად გაჯდა ჩვენში, რომ პირველი აი 36 წლის წინ რომ აი აქ გამოგვიშვა, პირველი რაც გავაკეთე, აი ეს უსასყიდლო სასადილო გავაკეთეთ, რომ მოდიან ჩვენთან დილით 1-30 კაცი დაახლოებით, რომელსაც მარხვა სამარხოს ვაჭმევთ, ხსნილი რასაც ჩვენ დედები, მამები ვღებულობთ, იმას ვაჭმევთ და რითაც შეგვიძლიათ ვეხმარებით. ანუ ეს მოწყალების აქტი ეს ერთი. მერე თქვა ვიღაცა ვერ მოვიდა. მივედით სახში მასთან, უძლურად არის ან სულიად მღვდელი მიუყვანეთ. ასე ვთქვათ, ახსარება ვათქმეთ, ვაზიარეთ, ვთქვათ, გარდაიცვალა, დავეხმარეთ მის ახლობლებს დასაფლავებაში. ანუ ამაში მარტო სტიხაროსნები კი არა. ამაში მონაწილეობას ღებულობდნენ ის ახლად ნაკურთხი სასულიერო პირები, ან ვინც უნდა ეკურთხებინათ და ეს ყველაფერი მათ გონებაში ილექებოდა. ასევე პატრიარქი გვეუბნებოდა ლოცვის შესახებ, წირვის შესახებ, როგორ უნდა იდგეს წირვაზე ადამიანი, რომ აი უნდა ახსოვდეს, რომ აი ეს არის ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა დედამიწის ზურგზე, ჩვეულებრივი პური და ჩვეულებრივი ღვინო, რომ გარდაიქცევა ქრისტეს, ქვეყნიერების შემქმნელის, აი ამ გალაქტიკების შემქმნელის ხორცსა და სისხლად. ეს ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. მაგრამ ეს არის რწმენის მომენტი. და აი ამ უდიდეს სიწმინდეს როგორი პატივით, მოწიწებით, მოკრძალებით უნდა ვეზიაროთ. როგორ უნდა შევასრულოთ ეს ღვთისმსახურება. ანუ თავიდანვე გვიდებდა ამას ჩვენ მისი უწმინდესობა და მე რო დღეს მღვდელი ვარ 99% არის მისი დამსახურება. და არა მარტო მე, ჩემ გარდა ათასობით ადამიანი. დღეს სადღაც 3000-მდე სასულიერო პირია. 2000-მდე დაახლოებით ტაძრებია. თუ არ ვწდებით და ხო და აი ეს 90-95% მისმა უწმინდესობამ გააკეთა. დღეს მღვდელმთავრები ვინც არიან უკლებლივ მისი ხელდასხმულები არიან ყველა. გესმით ეს რას ნიშნავს? არც ერთი მსოფლიო ეკლესიის სიტუაცია არ არის ესეთ, რომ ყველა მღვდელმთავარი პატრიარქის ხელდასხმული. აი ჩვენთან ეგრე იყო. საოცრება ხდებოდა მისი უწმინდესობის მოცვლის დროს ისე შეიცვალა ერი, რომ აი 180-ით შეტრიალდა უფლისკენ, 180 გრადუსით შეტრიალდა უფლისკენ. ეს არის ფაქტი. და ეს იმდენად დიდი ფაქტია, რომ ეს მისი გარდაცვალება მას დაამტკიცა, რომ გარდაცვალების შემდგომ აბა
რამდენი ადამიანი მოვიდა? მილიონზე მეტი. მილიონზე მეტი. და მერწმუნეთ რომ იქ ბევრი არაეკლესიური იყო, ბევრი არაქრისტიანი იყო, არაქართველი, ყველა მოდი, ყველა ცრემ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი, რასაც ამ შესანიშნავ გადაცემას დამატებდით? მადლობა ვწვდით. მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის.